საშუალებებზე ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, რომელიც გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში, ამას რატომ აკეთებს არ ვიცი, ეს მას უნდა დაუსვათ კითხვა, საზოგადოებამ კი იცის, რომ ამ წლის დასაწყისში მან თვითონვე აღიარა დანაშაული, კორუფციული დანაშაული, რომ მას ჰქონდა უკანონოდ მიღებული თანხები, რომელიც არ დაუდეკლარირებია, რომელიდან გამომდინარეც მან მიიღო პირადი სარგებელი და ეს ამ აღიარებული დანაშაულიდან გამომდინარე იგი სამეს პასუხისმგებლობასაც იხდის. ამიტომაც რთულია საუბარს ვისაუბროთ თუ რატომ დასჭირდა მას ორი ერთმანეთისგან გამომრიცხავი, ურთიერთგამომრიცხავი წერილის გავრცელება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ხან საუბრობს ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე, შემდეგ ისაუბრა მამუკამდინარაძეზე, ვერ გაერგვა თვითონვე ვინ რა წერილი გამოუგზავნა, რა საერთოდ ეს წერილი რა არის, ხო და ხო არ გავს ეს წერილი საერთოდ მაგალითად ხაზარაძისეულ წერილს, რომელსაც ჰქონდა თავისი პრეისტორია და როგორ გაგრძელდა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. არ ვიცი რა პოლიტიკას შემოქმნებაზეა საუბარი, როდესაც ადამიანს თვითონვე აქვს აღიარებული დანაშაული, კორუფციული დანაშაული და შემდეგ ამის მერე საუბრობს, რომ თურმე 6 თვის შემდეგ მიუვიდა რაღაც წერილი და იქვე იყო საუბარი, რომ ამ უნდა აღიაროს სხვა კორუფციული დანაშაული, რომ ამით გადაასვლოს პოლიტიკაში მოსვლა, რაც ადამიანს დანაშაული გაქვს აღიარებული და მით უმეტეს კორუფციული დანაშაული, და ეს ყველაფერი მოხდა 2026 წლის დასაწყისში, იანვარში, რა პოლიტიკაში მოქმედებაზეა, რა პოლიტიკაში მოქმედების გადაზღობაზეა საუბარი, ალბათ რა ვიცი, ნებისმიერ გონივრულობასაც მოკლებულია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არავითარი ლოგიკა ამაში არ არსებობს, ელემენტარულიც კი და ადამიანი კიდევ უფრო თავის დაზიანებული რეპუტაციის კიდევ უფრო მეტ დაზიანებაშია გადასული. არ ვიცი, ადამიანი როცა საუბრობს, რომ მან აღიარა დანაშაული, თითქოს მას ეს ყველაფერი არ ჩაუდენია და ეს ყველაფერი გააკეთა იმიტომ, რომ არ დაეზიანებინა გუნდი და შემდეგ ამ გუნდის წინააღმდეგ აკეთებს განცხადებებს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ იგი საერთოდ აცდენილია ლოგიკას და დაზიანებული რეპუტაციის კიდევ უფრო დაზიანებაშია გადასული. დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმპცია, იმიტომ რომ გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით მიმდინარეობს კვლავ სასამართლო პროცესები, როგორც სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან იგებს საზოგადოება, კონკრეტულ მაღალი თანამდებობის პირებს მიღებული აქვს თანხები, ამ ყველაფერში გამოყენებული აქვს სახელმწიფო რესურსები, თავიანთი პირადი პოზიციები, ეს არის ზუსტადაც რომ კორუფციული დანაშაულები და ჩვენი გუნდის, ქართული ოცნების გუნდის და პირადად ბიზნა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ბრძოლა ნებისმიერი კორუფციის წინააღმდეგ და ჩვენ ვხედავთ, რომ უმაღლეს დონეზე ყველანაირი კორუფცია აღმოფხვრილია, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ მაგალითად საშუალო რგოლის მენეჯმენტზე, ვხედავთ, რომ თუ არის რაიმე დანაშაული, იგი არის ხოლმე დღისიერად გამოვლენილი და შესაბამისი პასუხისმგებლობაც დამდგარი და როდესაც ასეთ დანაშაულებში ფრთხილებული ადამიანები ყავდნენ გვერდი და შემდეგ საუბრობ, რომ თურმე პოლიტიკური რაღაც გუნდის დაზიანება არ გინდოდა და ამიტომ აღიარებ დანაშაულს, ერთი არის ფაქტები და მეორე არის განცხადებები, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.